ელის გულზე დევს დღეს როგორ არის დაკნინებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორ არის მისი რეპუტაციული ზიარი დაზიანებული, როგორ არის მათი ღირსება შელახული. ის ადამიანები, რომლებიც არიან მაღალ თანამდებობებზე, ამ ადამიანებს აქვს დასაკარგი და ბუნებრივია ეს დასაკარგი არის მათი ფინანსური კეთილდღეობა, მაგრამ აი ეს რიგითი და საშუალო რგოლის მენეჯმენტს მინდა ვიმართო, რომ ბიჭებო, თქვენ დასაკარგი ძალიან ბევრი რამ გაქვთ. თქვენს უკან ოჯახები დგას, რომელსაც თვიდან თვემდე თქვენი ხელფასი არ ყოფნის. მაშინ როცა თქვენი ხელმძღვანელები, თქვენი უფროსები მილიონებს ითვლიან. შესაბამისად, იცით რომ ეს რეჟიმი დღევანდელი ხელისუფლება თქვენზე არ არის ორიენტირებული, საზოგადოებაზე არ არის ორიენტირებული. ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ. ამიტომ თქვენ უნდა დაფიქრდეთ, თქვენ უნდა გაანალიზოთ და თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ 5 ოქტომბერს, როდესაც ახალი საქართველო დაიბადება, ზუსტად თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ახალი ევროპული სისტემების ჩამოყალიბებაში. ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ სახელმწიფო უწყებებზე და ინსტიტუციებზე, მეორე მხრივ ეს უზრუნველყოფს და დააბალანსებს თქვენს მომავალ ყოფი ცხოვრებას. თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებულები დეპარტამენტის ხელმძღვანელების პირად გადაწყვეტილებაზე. თქვენი ცხოვრებისეული, თქვენი ცხოვრება და თქვენი კარიერა უნდა დარეგულირდეს კანონით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს იცით სისტემაში არსებული რა სიმყაყე არის, როგორ არის ძირმომპალი მთლიანად ეს სისტემა. გარედან შეიძლება სხვანაირად ხუთავს მათი პროპაგანდა, მაგრამ რეალობაში ხო თქვენ ძალიან კარგად იცით სისტემაში შიგნით რა ხდება. ამიტომ გთხოვთ მარტო მე არა მთელი საქართველო ჩათვალეთ რომ თქვენს გვერდით 4 ოქტომბერს იქნება მთელი საქართველო. ამიტომ დარწმუნებული ვარ და მოლოდინი მოხს რომ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და დადგებით იქ სადაც უნდა იდგეს ფორმიანი თანამებრძოლი.